სტუდიაში ვინაცვლებთ, სადაც ჩვენთან ერთადაა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი. მოგესალმებით ბატონო ზაზა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო. ძალიან ბევრი თემაა, რასაკვირველია, რაზეც მინდა რომ თქვენთან მოვასწრო, მაგრამ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იყო დღეს ნეტგაზეთს შეკითხვის პასუხად გამოუგზავნეს, სადაც ნათქვამია ის ტრამპის სამშვიდობო დერეფანი, სომხეთ-აზერბაიჯანის შესაძლებლობები, სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოსთვისაც შეიძლება იქცეს ახალ შესაძლებლობად და რომ ამერიკის შეერთებული შტატები 33 წელია მთავარი პარტნიორია საქართველოსთვის და ელოდებიან კონსტრუქციულ ურთიერთობას ქართულ ოცნებასთან, მაგრამ აქვე ნათქვამია, რომ ელოდებიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს უნდა გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. რა არის ბატონო ზაზა ეს ნაბიჯები და ეტყობა ქართულ ოცნებას რაიმე მოქმედებაში, რომ ისინი ამ კონსტრუქციული ნაბიჯების გადასატმელად მზად არიან? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდი ამასთანავე დავაკავშიროთ გერმანიის ელჩის დღევანდელი ინტერვიუ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი. ეხმიანება ამ საკითხს, სადაც მან თქვა იგივე პაპუაშვილზე, რომ 48 წლის კაცია და 21 წელი ჩვენ ვინახავთ, რომ გერმანიის სახელმწიფო ვინახავს. ხო, ჯერ 4 წელი სტიპენდია ჰქონდა და მე 17 წელი უშუალოდ გერმანიის მთავრობა უხდიდა ფულს, ხო? და ეხლა ეს მოგვიბრუნდაო და რაღაცებზე ლაპარაკობს საერთოდ, მაგრამ ერთი რაც სამწუხაროდ მენიშნა იმავე ინტერვიუში, ანუ ერთგან ბატონი ელჩი ამბობს, რომ აუხსნელიაო ეს ქმედებებიო, რომელთანაც გვაქვს საქმეო. ხო, რატომ გამახსენდა ეს? ანუ ჩვენ ხშირად ვერ ხსნით რაღაცას თუ თავარ კომპონენტს გამოვაცვლით ამ მოცემულობას. თავარი კომპონენტი არის ის, თუ ვივარაუდებთ კი არა და თუ ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი, მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი იხსნება. რატო იქცევა ქართული ოცნება ასე? იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ინტერესი, რომ საქართველოსთან გააძევოს დასავლეთი, საქართველოში ევროპა და ამერიკა წარმოაჩინოს მტრად, რომ წარმოაჩინოს ისე თითქოს არიან ვიღაც ოჯახები და ინტერესები და გლობალური ომის პარტიები და დიპ სტეიტები, რომლებიც გვერდჩიან და რატო გვერდჩიან გაუგებარია, რაღაც სკოლის დონეა, მაგრამ ნუ პროპაგანდა მაქსიმუმებში არ შედის და ეს არის რუსეთის ინტერესი, ხო, რომ საქართველო დატოვოს იზოლირებული და აი მტკინის ფარდის თავის მხარეს. ამერიკის შემთხვევაში ახლა ამ განცხადებაში რეალურად რა წერია, ხო? ანუ არასერიოზულად იქცევითო, ანუ თქვენ გინდათ ვითომ გადატვირთვა, მაგრამ ამ გადატვირთვისთვის არაფერს არ აკეთებთ. მაგრამ ისევ რუსეთის თემას რო დაუბრუნდეთ, თუ გახსოვთ ნამდვილად, როგორ ხდება ხოლმე რუსეთის შემთხვევაში გადატვირთვები. ანუ მაგალითად რას ეუნებოდა წლების განმავლობაში რუსეთი საქართველოს, ხო, აღიარეთ ახალი რეალიები და გადავტვირთოთ, ხო? ან იგივე სამწუხარო გადატვირთვა რომ მოხდა ომამას პირობებში, მაშინაც რა იყო, ანუ გადატვირთვა მოხდა იმ ფონზე და იმ ვითარებაში, რომ რუსეთს არაფერი არ ჰქონდა შეცვლილი. ანუ რუსეთმა არაფერი არ აღიარა, არაფერი არ შეცვალა, უბრალოდ დასავლეთმა ეს მიიღო და სუფთაფურციდან დაიწყო, ხო? ამ შემთხვევაშიც აი რუსული ხელწერაა, რომ ოცნება ეუნება გადავტვირთოთ, დავიწყოთ სუფთაფურციდან, მაგრამ რას ცვლი? ანუ რეალურად ამით ეუნება, რომ აქამდე რაც დავაშავე, შემარჩინე, მიიღე მოცემულობა, რომ საქართველოს დემოკრატია აღარ არის, რომ საქართველოს კახეთის ამაუხრებლებთან ჩადის და ეუნება, რომ ჩვენი ისტორიული მეგობრები ხართ და გერმანიას ეუნება, რომ არა, შენ პრობლემა ხარ და გერმანული ფული თურმე პრობლემაა, ხო? აი ეს ყველაფერი მოცემულობად მიიღე მოცემულობად, რომ პოლიტპატიმრები ყავს, პარტიებს გზალავენ, ტელევიზიები სულს ღაფავენ, რა ვიცი, ეს ვითომ სამოქალაქო საზოგადოება განადგურებულია და ეუნებიან, რომ კიდე რამე თუ გაიფაჩუნებს, კიდე კანონს მივიღებ და ბოლომდე მივაჭერთ, ხო, ტროტუარებზე დგომისთვის ხალხს იჭერენ. აი ეს მიიღეთ და გადავტვირთოთ, რა პრობლემაა ეხა. ნუ საბავშვო ბაღი ხო არ არის, ხო არაბის აქვს მოლოდინი, რომ ამ პირობებით გადატვირთავენ. თან ვიმეორებ ეხა ამა დალაგების პრობლემა კი არა, ლაპარაკის პრობლემა იმიტომ აქვს, რომ რატო უნდა ელაპარაკონ ადამიანებს, რომლებიც არ არიან გადაწყვეტილების მიმღებები. ხო, ეს არის ნებისმიერ მოლაპარაკებაში პირველი წესი, როცა ვიღაცას დაუჯდები, ეხლა დასაკარგი დრო და ის აქვე გასაფლანგი დრო არავის არ აქვს. ტიპს თუ ელაპარაკები უნდა იცოდე, რომ ის რაღაცას წარმოადგენს და მის სიტყვას ფასი აქვს, ხო? ესენი ელაპარაკები აგზავნიან შიკრიკებს, ხო, ეხლა გუშინ იყო ჩამოსული ხორვატიის პრეზიდენტი და როცა უყურებდი, ეხლა არ ვიცი ეს როგორ გაიმასქნეს ბოდიში, მაგრამ ნუ რა ქვია უყურებდა და ფიქრობდა, რაზე უნდა ელაპარაკოს ნებისმიერი პოლიტიკოსი ყაველაშვილს. ანუ გახვედე, აი ავატარიც არ არის, ხო, ანუ რაღაცა
ფუტლი არც გახვედრებენ, რომელსაც შეიძლება რომ ჯეიდი ვენსთან და მარკო რუბიუსთან კი ულაპარაკია 30 წამში საქართველოს 2000 წლოვან ისტორიაზე და რაინაზე ელაპარაკა, იგი ძალიან საინტერესოა. მაგრამ საუბარით მაგაზეა, ხო არის ყოველაშვილს რაზე უნდა ელაპარაკო. როდესაც ხარ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ან დიპლომატი, ხო? ადრე იყო ის შემთხვევა, ანუ ივანიშვილის პირობებში როგორი ვითარება იყო თავიდან ადრეულ ქოციანობაში. აქეთ იყვნენ ადამიანები, რომელსაც კი ზოგს ცოდნა ჰქონდა, ზოგს გამოცდილება ჰქონდა, ზოგს რაღაც თავისი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა. უბრალოდ ის გადაწყვეტილების მიღება მაინც არ იყო, ხო? და ესეც პრობლემა იყო, დიდი პრობლემა იყო და ამ შემთხვევაში არათუ გადაწყვეტილების მიღება არ არის. აი, დამოუკიდებლად რაზე უნდა ელაპარაკო, ყოველაშვილს ესეც გაუგებარია. ბიძინა ივანიშვილს ფაქტია, რომ ეს სჭირდება, ბატონო ზაზა და რასაკვირველია სჭირდება იმისთვის, რომ მისი პირადი უსაფრთხოება და მისი ფული დაიცვას, ხო? ფიქრობ თუ არა, რომ ამის გაგრძელება მამუკა მდინარაძის ვიზიტიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გვინახავს არაერთხელ, ხო? მაგალითად იგივე ლილუაშვილიც, მისი შიკრიკი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები არაერთხელ ყოფილან, რომ ამერიკასთან ასე ვთქვათ, ურთიერთობა დაალაგოს და დაალაგოს ისე, რასაც თქვენ ამბობდით, როგორც წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილის დაალაგება და არაერთხელ უხსენებია, რომ მთავარი კომპლექსი მისი, ანუ მთავარი მიზანი არის ზუსტად მისი ფული, ხო? ამ მოძრაობის ნაწილია ეს, როგორ ფიქრობთ? ხო, მე მიჭირს სპეკულირება დავიწყო ამ თემაზე, ვინაიდან არ გვაქვს ინფორმაცია არც ერთი წყაროდან, კონკრეტულად ვის შეხვდა, რაზე ილაპარაკეს და ასე შემდეგ, თუმცა ლოგიკურია, ეს არის რუსული ინტერესიც და ივანიშვილის ინტერესიც ეს შემთხვევა, მართლა როცა ემთხვევა ინტერესები, რომ ამ რეჟიმმა ამერიკასთან კი არ დაალაგოს, ნორმალიზება მოახდინოს ამ ვითარების, ანუ ამერიკას ათქმევინოს, რომ ეს მოცემულობა მისაღებია. და ცხადი ამაზე მცდელობებს არ აკლაბენ, როცა საუბრობენ ფულზე პოლიტიკაში, შევიცი, რაც ივანიშვილს ფული აქვს პოლიტიკაში ჩაყრილი, მათ შორის უცხოურ ლობისტებში, ხო, ალბათ არ უნდა ლაპარაკობდეს ამას სინდისიერი კაცი, მაგრამ ხა ქოცი და სინდისი შეუთავსებელი გაგებებია ამ შემთხვევაში და ეხაც რაღაც კოლოსალური თანხები იხარჯება იმაზე, რომ ზოგან ერთ კაცს ვიღაც სტატია დააწერინონ, რომ უნდა მოხდეს ოცნებასთან ნორმალიზება, მეორეს კიდე ათქმევინონ, რომ აი ოცნებასთან ეხა თუ არ დავლაგდებით, მე უფრო დიდი პრობლემა იქნება. არა, სინამდვილეში ეს არაფერი არ იქნება, ვიმეორებ. ამ ეტაპზე ჩემი მოგზაურებული აზრით, ეხა ამერიკა ეურთიერთება რუსეთს შინაარსში ნუშევად და აქ იგულისხმება რუსეთის ხარეს სამწუხაროდ იგულისხმება დღეს საქართველოს, ხო, იმიტომ რომ დღეს და ეს ყველა მისის კულუარებში, ყველა დიპლომატმა, ყველა პოლიტიკოსმა რომ ამის იმედი აქვს, რომ რუსეთი დაულაგებს ბატონ ზაზა? არა, დაალაგებს, ანუ არ დაულაგებს უბრალოდ, ანუ მათ საქართველოს დღევანდელი მოცემულობით დასავლეთ საქართველოს დაკარგული ყავს. ეს არის უკვე მოცემულობა. და ეხლა შენ რა ვიცი, როგორც არ ელაპარაკებიან, რა უყვართ ამ ჩელიაბინსკი, არ ვიცი, რომელი ოლქია თუ გუბერნიაა ჩელიაბინსკი. როგორც ეხლა ჩელიაბინსკის აი იმ შესაბამისი ოლქის გუბერნატორს არ დაელაპარაკებიან, ეგრე არ დაელაპარაკებიან ყაველაშვილს, ხო? სადმე შემთხვევით 900 კაციან მიღებაზე თუ გადაეყარა და თარჯემნის მეშვეობით უთხრა მე ისავარო და დარწმუნებული ვარ, ეგეც ვერ გაიხსენა ჯეიდი მენსო, ეს ვინ არის, ხო? მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებები დღეს უკვე გამოიხატა ერთი მხრივ საქართველოს სრულ იზოლაციაში სამარცხვინოა, ხო, ანუ სად ვიყავით ჩვენ წინა ხელისუფლების დროს, აქ ჩამოდიოდა ამერიკის პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, სახელმწიფო მდივნები, ანუ ჩვენთან ჩამოდიოდნენ და სხვაგან არ ჩადიოდნენ, ხო და ეხლა ყველგან ჩადიან და საქართველოს უბრალოდ გვერდსულიან. და ეს იმიტომ კი არა რომ ამათ რაღაც შეეშალათ. პირიქით ამისკენ მიდიოდა, ანუ ივანიშვილი მოვიდა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. და ამ ყველაფერს ეხლა ფონად უბრალოდ ჩვენ ვერც ვასწრებთ ამაზე საუბარს, იმიტომ რომ ფონად იმდენი ბოროტება ხდება ყოველდღიურად, იმდენი ანტიქართული რაღაც ხდება, რომ თითოეულზე ვერ ხდება, ვერც მოხდება ესეთი ორგანიზებული და ერთიანი ყოველდღე ერთმანეთს ფარავს. ეს განათლების მიმართულებით იქნება, მაგალითად იგივე აი წეღანაც ვამბობდი, რომ დილით ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ და საღამოს აზეიმებენ ხალხს თბილისის ანძას, აიათოლას რეჟიმის რევოლუციის პატივსაცემად ანთებენ ირანის დროშის ფერებში და აზეიმებენ თურმე რას, რომ 4 საუკუნის წინ შაჰ-აბასმა რო გაყარა ქართველები ირანში რო ააოხრა ყველაფერი და იძულებულები რო გახდნენ ეს ადამიანები რომ წასულიყვნენ, იმის 400 წლის თავს აზეიმებენ. აი მართლა წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება ყოველდღიურად ისეთ რეჟიმში, უნივერსიტეტების გაერთიანებიდან თუ გაუქმებიდან დაწყებული, ფასების კომისიით დამთავრებული, მართლა სრული სიგიჟე ხდება ხოლმე გარშემო, ხო? აი ამ ყველაფრის პასუხი
როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო ზაზა, რა შეიძლება აი ახლა გააკეთოს თუნდაც იგივე პოლიტიკურმა სპექტრმა და რამდენად მიგაჩნიათ რომ აი საუბრები რაც დაიწყეს ახლა ახალ გაერთიანებაზე იქნება შედეგის მომცემი ან ყოველ შემთხვევაში უფრო მასტიმულირებელი პროცესების. ხო, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მე კითხვა მაქვს, რატო არ მოხდა ეს გაერთიანება 2024-ის არჩევნებამდე. რესურსების გაერთიანება, ტაქტიკის გაერთიანება, მოლოდინების სწორი მართვა და ასე შემდეგ, მაგრამ ვიმეორებ, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თუმცა ეს გვიანაც არ ვიცი, ეხლა დღეს უკვე სხვა მოცემულობაა და დღეს ჩვენ ადგილზე რამდენად შეგვწევს იმის რესურსი, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. გულისხმობ იმას, რომ ამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ხა ამ დღეებში ბევრი კამად შევესწარი სხვადასხვა ფორმატში იმაზე თუ ვინ არის ჩვენ მეორე მხარეს. ანუ ვიღაც უბირი ოლიგარქი, რომელსაც უბრალოდ საკუთარი ფულის ინტერესი აქვს, თუ რუსეთის იმპერია. ხო, თუ ოლიგარქია, მაშინ გჯერა რომ კი, აი ჩვენ იმ ვიღაცაზე ზარქუაზე ჭკვიანი თუ ხარ და პაპუაშვილზე უფრო სინდისიერი, მაშინ დაამარცხებ, ხო და თუ რუსეთის იმპერია, მაშინ რაღაცებს სხვანაირად აკეთებ და ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავიაზროთ, რომ ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი მოთამაშეები. არც ერთ მათგანს ახლა რამდენიმე დღის წინ გავიგერო, უმრავლესობის ლიდერი ყოლია, ვინმე კირცხალია. ახლა შვედეთს რო დასცინოდა თუ ანძღავდა, მაშინ გავიგერო ასეთი ადამიანი პოლიტიკოსი არსებობს. ანუ პოლიტიკოსი უმრავლესობის ლიდერია თურმე ქვეყანაში პარლამენტში ეგრეთ წოდებულში ხო და აი ჩვენ არ ვიცით იმიტომ რომ საიდანღაც მოვიდა არ ვიცი საიდან პოლიტიკური ბიოგრაფია არ ქონია პოლიტიკოსი ხო ასეთია რომ სადღაც გამოჩნდება იდებატებს აზრს გამოთქვამს რაღაც კარიერულ კიბეს ამ შემთხვევაში არაფერი ვიღაცამ აიყვანა და ბრმამორჩილების ნიშნით და კიდე რის ფასად ეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ დასვამ თანამდებობაზე და ალაპარაკებს ამ ტექსტებს ხო თან ტექსტებს რომელიც პირდაპირ სინქრონშია მარია ზახაროვას და სხვა რუსი პროპაგანდისტების მესიჯებთან. ანუ ამ ტექსტებსაც თვითონ არ წერენ, ხო? აი ეგრეთ წოდებული პარლამენტის გამოსვლებს, პარლამენტში გამოსვლებს რო უყურებდი, ამას ფიქრობდი, რომ რაღაც სულად უცნობი ადამიანები და ფიგურები გამოდიან და რაღაცებს კითხულობენ და ეს მათი დაწერილიც კი არ არის. ანუ შეიძლება მანამდე არსებულიყო ვიღაც მეორე და მესამე ხარისხოვან პრესაში ან ტელევიზიაში ვიღაცა გაუგებარი მარგინალური ფიგურა, რომელიც აი ესეთ კონსპირაციულ თეორიებს შემოგთავაზებდა და ნუ კი იფიქრებდი, რომ რა ქნას ახლა ადამიანმა, ხო ზოგ შეიძლება მეტი არ ესმის ან ზოგ რა ვიცი, მაგრამ ეს არის აი ორგანიზებულად, ცენტრალიზებულად ვიღაცეები ამას უწერენ და მე ურიგებენ აი როლები ნაწილდება ხოლმე ფილმებში, აი ეგრე ალბათ კასტინგია რომ შენ ამას წაიკითხა, შენ ამას წაიკითხე, შენ ეს რო შენ კლოუნის როლი გაქვს, შენ ცოტა ვოთებაუდიზე პაპუაშვილმა ევროპონა დაამონათოს და ბოდიში მოიხადოს. სხვა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც რომ BBC-მ უკან არ დაიხია და როგორც მოსაოდნელი იყო, ხო ხო ვისთან უნდა დაიხიო, ანუ როცა იცი რასთან გაქვს საქმე, ვის უნდა მოუხადო ბოდიში. ნუ ცხადია ახლა ეს შემდეგი ის იქნება ამათ სატყვა არა რომ კიდე ხო ივიჩიულონ კი ბატონო წინ დაძდენ და შორს ამასობაში მოსკოვის მექანიზმის შედეგებიც წამოეწევათ რა საკვირველია და თუ დადასტურდა რომ მართლაც გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აქ მძიმე შედეგები ნამდვილად მოუწევს და რომ შევაჯამოთ ბატონო ზაზა ფიქრობთ რომ თქვენ თქვით რომ ხო პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება ადრეც უნდა მომხდარიყო მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი ალბათ არ იქნება თუ იქნება როგორ მე ბევრჯერ შემიდარებია ვითარება 80-იანი წლების საქართველოსთან გულისხმობ იმას რომ ჩვენ ყავდა ძალიან ძლიერი ეროვნული მოძრაობა შესაბამისი მუხტი ანთებული მოქალაქეები მაგრამ საბჭოთა კავშირი რო არ დასუსტებულიყო მისი კგბ-ს რესურსები საქართველოში რომ არ განეიტრალებულიყო ან დროებით პასიურ რეჟიმში არ გადასულიყო ჩვენ ვერ შევძლებდით ალბათ დამოუკიდებლობის მოპოვებას და ჩვენ დღეს პრობლემა ის კი არ გვაქვს რომ ერთი ხელისუფლება არ მოგწონს და ამის შეცვლა გვინდა ან ის კი არ გვაქვს რომ ევროკავშირში ვეღარ შევდივართ პრობლემა ისაა რომ დღეს ჩვენ ვართ რუსეთის ნაწილი de facto ვართ რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორია და რუსეთი თუ არ დამარცხდა აქედან გასვლა ჩვენ და მე სხვა რაღაცაზე ფიქრი ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მხოლოდ ჩვენი რესურსი ძალიან კარგად იცის ეს რუსეთმა და ამიტომ იღებენ ამ კანონებს რომლითაც სრულად კეტავენ საქართველოს დასავლური სივრცისგან კი ბატონო და ვისურვოთ რომ მალე დამარცხდეს რუსეთი და შესაბამისად ყველა მისი მიმდევარი გამარჯვება უკრაინას დიდი მადლობა ბატონ ზაზა მადლობა სტუმრობისთვის